გამარჯობა. ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღევანდელ ვიდეოში ძალიან საინტერესო შემთხვევებზე მოგიყვებით ისტორიიდან, რაც დიდი ალბათობით არ გეცოდინებათ. დავიწყოთ და ვნახოთ რამდენად მოგეწონებათ. ამბობენ, როდესაც სტალინს ვინმეს გარდაცვალების ან გაუჩინარების შესახებ შეატყობინებდნენ, დაუყოვნებლივ შლიდა მასთან ერთად გადაღებულ ყველა ფოტოს. ან ფოტოდან ჭრიდა გარდაცვლილ პიროვნებას. შეიძლება ითქვას, ეს რეტუშირების ერთგვარი დასაწყისია. მაგალითისთვის გაჩვენებთ ამ ფოტოს. თავიდან იყო ასეთი, შემდეგ ასეთი, შემდეგ ასე დარჩა და ბოლოს აი ასე. აი კიდევ სხვა მაგალითი. 1952 წლის 7 ნოემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ბენ-გურიონმა აინშტაინს ოფიციალურად შესთავაზა ისრაელის პრეზიდენტობა, მაგრამ აინშტაინმა უარი განაცხადა, რადგან ის თვლიდა, რომ მას საჭირო გამოცდილება არ ჰქონდა და არ იცოდა ხალხთან ურთიერთობა. ტუტანხამონის მშობლები სინამდვილეში დაძმანი იყვნენ. 1922 წლის 4 ნოემბერს ინგლისელ არქეოლოგ ჰოვარდ კარტერის მიერ ეგვიპტეში მეფეთა ველზე გაკეთებულმა არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა გადატრიალება მოახდინა. კვლევარმა სამეფო აკლდამის ის დალუქული კარი გახსნა, რომელზეც ჭაბუკი ფარაონის ტუტანხამონის აკლდამა იყო. 2007 წელს უამრავ მუმიას, რომლებიც მის სამარხში განისვენებდნენ, ჩაუტარდათ დნმ-ის ანალიზი. შედეგები 2010 წლის თებერვალში გამოქვეყნდა. 2010 წელს დნმ-ის პასუხების გამოქვეყნებამ დაადასტურა, რომ მას ჰქონდა ძვლის დაავადება. გარდა ამისა, ტუტანხამონი მალარიითაც იყო დასნეულებული, რასაც ცხადყოფს სამარხში ჩატანებული ცხელების სამკურნალო ბალახები. ეს ორი დაავადება უნდა გამხდარიყო მისი გარდაცვალების მიზეზი. 1930-იან წლებში დიდი დეპრესიის დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქალებს დიდი არჩევანი არ ჰქონდათ ტანსაცმელთან დაკავშირებით. ამიტომ მათ რაღაც ახალი უნდა შეექმნათ საკუთარი ხელით. შედეგად, მათ დაიწყეს ფქვილის ტომრებისგან ტანსაცმლის შეკერვა ოჯახის წევრებისთვის. როდესაც ტომრების მწარმოებლებმა აღნიშნული ტენდენციის შესახებ შეიტყვეს, გადაწყვიტეს ტომრებზე დაეწერათ მათი სწორად გამოყენების ინსტრუქცია. მაგალითად, ზოგ ტომარაზე ახსნილი მისი სწორად გარეცხვის ინსტრუქცია იყო, ზოგზეც კაბის სწორად შეკერვის, ან კიდევ უბრალოდ მოხატული იყო. როცა ნაჭრად გამოიყენებდნენ, ისევ ტომარას რომან მგვანებოდა. ყველაზე დიდი ფრინველი მსოფლიოში, რომელსაც კი ოდესმე დედამიწაზე უცხოვრია, არგენტავისია. როგორც მეცნიერები ამბობენ, არგენტავისი 5-7 მილიონი წლის წინათ ცხოვრობდა თანამედროვე არგენტინის ტერიტორიაზე. ის იწონიდა დაახლოებით 70 კილოგრამს, იყო 2 მეტრამდე სიმაღლის და გაშლილი ფრთების სიგრძე 6-დან 8 მეტრამდე აღწევდა. არგენტავისის თავის ქალა 45 სანტიმეტრის სიგრძის იყო, ხოლო მისი მხრის ძვალი დაახლოებით 9 მეტრი. ამიტომ არგენტავისი დედამიწის ისტორიაში ყველაზე დიდ ფრინველად ითვლება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ ფრინველს შეეძლო ჰაერში ნარნარი ისევე, როგორც პლანერს და მას უნარი ჰქონდა განევითარებინა 240 კმ/სთ სიჩქარე. მიზეზი იმისა, თუ რატომ ვიყენებთ დღეს თითის ანაბეჭდებს ვინმეს იდენტიფიკაციისთვის, სწორედ ეს ორი მამაკაცია. ამ ადამიანებს ჰქონდათ ერთნაირი სახელები, სასჯელი შეუფარდეს ერთი და იმავე ვადით და რაც ყველაზე უცნაურია, მათ ერთმანეთი აქამდე არ ენახათ. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნობით ერთმანეთს ძალიან გაუდნენ, ნათესავებიც არ იყვნენ. მაშინ გაჩნდა პირველად თითის ანაბეჭდების გამოყენების საჭიროება. რაც არ უნდა უცნაური იყოს, მაღვიძარების გამოგონებამდე არსებობდა ასეთი უჩვეულო პროფესია, ნოქერაპ, უხეშად რომ ვთქვათ, გამღვიძებელი. მათი საქმე დილით ქუჩებში სიარული და კარფანჯრებზე კაკუნის მეთოდით ადამიანების გაღვიძება იყო. რასაკვირველია, ამ საქმეს დროთა განმავლობაში თავისი ნიუანსები გაუჩნდა, რამაც მუშაობის სხვადასხვა სტილის და ტექნიკის გაჩენა განაპირობა. გამღვიძებლის პროფესია ინდუსტრიალურ ეპოქაში გაჩნდა და მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდე არსებობდა. იყო პერიოდი, როდესაც ფაბრიკა-ქარხნები მოღვაწე მუშახელს, ბურჟუაზიისგან განსხვავებით, იმდროინდელ მაღვიძარებზე ხელი ჯერ არ მიუწვდებოდა და არც გლეხებისგან განსხვავებით, გვიან გაღვიძების ფუფუნება ჰქონდათ. ეს პრობლემა გამღვიძებლების მეშვეობით გადაჭრეს, რომლებსაც ფულს უხდიდნენ იმისთვის, რომ მუშები დაგვიანებისთვის არ დაეჯარიმებინათ. საქმე იქამდე მივიდა, რომ წარმოიქმნა კლანები, რომლებიც გაღვიძების განსხვავებულ და უნიკალურ ტექნიკებს სთავაზობდნენ მომხმარებლებს. უბრალო გამღვიძებელი ჯოხებით შეიარაღებული ურტყამდა მომხმარებელთა ფანჯრებს, ხოლო ძვირადღირებული ოსტატი გამომუშავებული სიარულის მანერით ცილინდრში და პიჯაკში გამოწყობილი კლიენტებს მხოლოდ ელიტარულ რახუნს და ხმაურს სთავაზობდა. ფეხის ტერფის დეფორმაციის ტრადიცია ჩინეთში 1000 წელს მეფობდა.
სანამ კომუნისტებმა არ აკრძალეს 1950 წელს. ფეხის გადახვევას 4-12 წლის ასაკში იწყებდნენ. ყველაზე მტკივნეული პირველი 3 წელი იყო, სანამ თითები დაიმტვრეოდა და მოექცეოდა ტერფის ქვეშ. ამის შემდეგ იშვიათი გამონაკლისების გარდა ყველა თავისუფლად იწყებდა სიარულს. საქმე ის იყო, რომ ფეხის ზომა იმ დროის ჩინეთში ყველაზე მნიშვნელოვანი რამე იყო ქალისთვის. არ ჰქონდა მნიშვნელობა ღარიბი იყო გოგო თუ მდიდარი. თავარი იყო ფეხის ზომა ჰქონოდა პატარა და თუ ასე იყო, მას უკვე სარფიანად შეეძლო გათხოვება. ფეხებს არასდროს არავის აჩვენებდნენ, მხოლოდ ქმარს ჰქონდა ამის ნახვის უფლება. ეძინათ სპეციალური სახვევებით. პატარა ტერფი სილამაზისა და ქალურობის სიმბოლოდ აღიქმებოდა. კომუნისტების იშვიათი პლუსებიდან ამის აკრძალვა ალბათ ერთ-ერთია. ეს გასაოცარი და უძველესი პირამიდები ნაპოვნი იქნა იაპონიაში, იონაგანის კუნძულთან ახლოს. მკვლევარები ამბობენ, რომ ისინი გაცილებით ადრე იქნა აგებული ვიდრე ეგვიპტის პირამიდები, მაგრამ როგორ აღმოჩნდნენ ისინი წყალქვეშ? ზუსტად ამ კითხვაზე პასუხი არავინ იცის. სონარის სისტემის დახმარებით მეცნიერებმა აღმოაჩინეს ორ-ორი გიგანტური პირამიდა ზღვის ზედაპირიდან დაახლოებით 2000 მეტრის სიღრმეში. ისინი აშენებულია სქელი კრისტალის მაგვარი მასალისგან და გაცილებით უფრო დიდი ზომისაა ვიდრე გიზის პირამიდა ეგვიპტეში. ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო ომის დროს გენერალი ჯოზეფ ჰუკერი ყოველთვის ზრუნავდა თავისი ჯარისკაცების ეთელღეობასა და მათ სიამოვნებაზე. ამერიკის სამოქალაქო ომის პერიოდში სექსუალური ყოფაქცევა და შეხედულებები, ისევე როგორც ცხოვრების სხვა ასპექტები, უმთავრეს ადგილს იკავებდნენ ჯარისკაცთა ცხოვრებაში. მეძავები თან დახვებოდნენ ყაზარმებს, ერთი ბანაკიდან მეორეში. მათმა რიცხვმა იმდენად იმრავლა პოტომაკის არმიაში გენერალ ჯოზეფ ჰუკერის მეთაურობის პერიოდში, რომ ტერმინი ჰუკერი მათ მეტსახელად იქცა. შეიძლება გაგიგიათ კიდეც, რომ მეძავებს ამერიკულ სლენგზე ჰუკერს ეძახიან. ეს კი სწორედ სამოქალაქო ომის მონაწილის, გენერალ ჰუკის პატივსაცემად მოხდა. ჰუკი ორი რამით იყო ცნობილი: ჩანსელორს ველთან განცდილი მარცხით, სადაც გენერალმა ლიმ გაანადგურა მასზე ორჯერ მცირე არმიით და ასევე იმით, რომ მისი გვარი საფუძვლად დაედო მსუბუქი ყოფაქცევის ქალების სახელწოდებას. ჯოზეფ ჰუკერი ძალიან დიდ დროს ატარებდა სიყვარულის ქურუმების კომპანიაში და თავის ჯარისკაცებსაც ხელს უწყობდა ამაში. უფრო მეტიც, მსუბუქი ყოფაქცევის ქალები მისი არმიის მუდმივი თანმხლებნი იყვნენ და მათ ამის გამო ჰუკერის რაზმსაც უწოდებდნენ. მოგვიანებით კი უბრალოდ ჰუკერები დაარქვეს. მე-19 საუკუნეში არსებობდა ეს უჩვეულო ტრადიცია. ოჯახის წევრები გარდაცვლილ ახლობლებთან ერთად იღებდნენ უკანასკნელ ფოტოს სამახსოვროდ, სადაც გარდაცვლილებს თვალებს უხელდნენ. თითქოს ცოცხალი იყო. 1898 წელს გერმანულმა კომპანია ბაიერმა ახალი პრეპარატი გამოუშვა სავაჭრო მარკით ჰეროინი. 1898-დან 1900 წლამდე ის იყიდებოდა როგორც მორფინის შემცვლელი. ექიმები გრიპის და გულის პრობლემების დროს პაციენტს ჰეროინს სიროფის ან აბების სახით უწერდნენ. 1924 წელს აიკრძალა, რაც აღმოაჩინეს, რომ მორფინი აზიანებდა ღვიძლს. თუმცა გერმანიაში მისი გაყიდვა ჯერ კიდევ 1971 წლამდე მაინც დაიშვებოდა აფთიაქებში. გაგიკვირდებათ და შუა საუკუნეებში ადამიანები წყლის შიშმა მოიცვა. მიაჩნდათ, რომ წყალი მრავალ დაავადებას დამართებდა მათ, ხოლო ტილები, რომელიც თითქმის ყველა მათგანს ჰყავდა, ღვთის მარგალიტებად ითვლებოდა. ცნობილი ადამიანებიც კი დაიკვეხნიდნენ ხოლმე იმ ფაქტს, რომ თითქმის არ იბანდნენ. თვით იზაბელა კასტილიელმაც კი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ორჯერ იბანავა. ერთხელ, როდესაც მისმა ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა შენიშნა მისი ბინძური ფრჩხილები ხელზე, მან ყმაწვილს ასეთი პასუხი გასცა: "ო, თქვენ ჩემი ფეხის ფრჩხილები უნდა ნახოთ." ჭანდაბა, ეს რა ვიდეო გამოდის. 50-60 წლის წინ მოწევა არ განიხილებოდა მავნე და საზოგადოებისთვის უსიამოვნო ჩვევად. ხალხი გათამამებული იყო ამ საეჭვო სიამოვნებით. თვითმფრინავებშიც კი, ფრენის დროს. ამჟამად თვითმფრინავებში მოწევა აკრძალულია, თუმცა ეს აკრძალვა არ ვრცელდება ირანში. ყველაზე საშიში SOS მესიჯი 1948 წლის თებერვალში ინდონეზიის მახლობლად მყოფ გემებს მოუვიდათ შეტყობინება ჰოლანდიური სატვირთო გემიდან, სახელად ოურანგ მედანი. მესიჯი შემდეგ სიტყობინებოდა: ყველა ოფიცერი კაპიტანის ჩათვლით მკვდარია და გემბანზეა მიმოფანტული. ალბათ მთელი ეკიპაჟი მკვდარია. ეს მესიჯი მოსდევდა მორზეს კოდით დაწერილ სიტყვებს, რომელთა გაშიფრვა შეუძლებელი გახლდათ და მთავრდებოდა საზარლად. მე ვკვდები, როდესაც პირველი მაშველთა ფლოტი ოურანგ მედანთან მივიდა, მათ გემთან კონტაქტი სცადეს.
მაგრამ იქიდან არავინ გამოეხმაურათ. როდესაც გემისკენ აბორდაჟი გაგზავნეს, მათ თვალწინ გადაიშალა სანახაობა, რომელმაც ოურანგ მედანი ერთ-ერთ ყველაზე საშინელ საზღვაო ისტორიად აქცია. გემის ეკიპაჟის თითოეული წევრი თვალგახელილად მკვდარი იყო და თითოეულის სახეზე შიში შეინიშნებოდა. ყველას ერთნაირად ხელები განზე ჰქონდა გაშლილი. ისე თითქოს რაღაცისგან ცდილობდნენ თავის დაცვას. ეკიპაჟის ძაღლიც კი მკვდარი იყო. ყველაზე უცნაური ამ ამბავში ისაა, რომ არც ერთ გარდაცვლილს არ აღენიშნებოდა დაზიანებების სხეულზე. როდესაც ძრავის ოთახში შევიდნენ, მაშველთა რაზმმა სუსხი იგრძნო. მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატებოდა, შეშინებულმა მაშველებმა გადაწყვიტეს, ოურანგ მედანი მათ გემს ჩაებათ და ასე მieყვანათ ნაპირამდე. ჩააბეს თუ არა თოკები, საშინელებათა გემიდან მასიური კვამლი ამოვარდა. მაშველთა რაზმმა ძლივს მოახერხა თოკების გადაჭრა. ოურანგ მედანი აფეთქდა და ჩაიძირა. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. ნახვამდის.